რა იმართებათ იმ ქართველ შემსრულებლებს, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან. დათო ხუჯაძის კონცერტის შემდეგ მივხვდით, რომ ზოგიერთ მათგანს ქართული პუბლიკა უბრალოდ ივიწყებს და მეტი არაფერი. თავის დროზე ამ შემსრულებლის სიმღერის მოსასმენად კასეტას ფანქრით ახვევდნენ. თავის დროზე ყველაზე პოპულარული ჯგუფის სახეს წევრი დათო ხუჯაძე შეიძლება ითქვას ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართული შოუ-ბიზნესის დეგრადაციას თავი რუსეთში შეაფარა. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და დათოს წარმატებების შესახებ ძირითადად ჩვენი არხის მეშვეობით თუ შეიტყობთ ხოლმე. ახლა, როდესაც დათო თბილისს სტუმრობდა, კლუბი Night of Physics შემსრულებელს კარგი ივენთისთვის ეძებდა, ხუჯაძე ნამდვილად ოპტიმალური გამოსავალი აღმოჩნდა. ჩემი მეგობარი ვარ Night of-ში, დათოს მოსასმენად, დათოს არ ვიცნობ ახლოს, მაგრამ მისი სიმღერები ყველას უყვარს. რათოსთან ვარ მოსული, ძალიან მონატრებული ვარ და ძალიან მიყვარს და შესაბამისად აქ ვარ და ველოდები გული და სული. წესით Night of-ისი მონატრებული მსმენელით უნდა ყოფილიყო სავსე, თუმცა პუბლიკა არც ისე მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით. ვინც კლუბზე სტუმრა ნამდვილად გაიხსენა ძველი დრო. ზოგი ახალგაზრდობას და ზოგიც ღრმა ბავშვობას დაუბრუნდა. წარსული ვახსენეთ და ერთ-ერთი სტუმრისთვის დათო ბავშვობასთან პირდაპირ კავშირშია. მე ვფიქრობ, რომ დათო იყო ადამიანი, რომელიც ჩემ ბავშვობაში და ძალიან ბევრი თინეიჯერის ასაკში იყო სუპერვარსკვლავი, ძალიან ბევრს უყვარდა და ერთ-ერთი მომღერალი იყო, რომელსაც ჰქონდა თითქმის ყველა სიმღერა ჰიტი და რადგან მუსიკალური პროექტის ახალი ხმის ციებ-ცხელებას ჯერ წესიერად არ ჩაუვლია, პროექტის ერთ-ერთ ფინალისტს ამაზეც ვკითხეთ აზრი. დღეისი მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ობიექტური კონკურსი იყო, იმიტომ რომ გაიმარჯვა სამართლიანად სალომე ქათამაძემ, რომელიც დიდი თაყვანისმცემელი ვარ მე. სანამ სცენაზე დათო გამოჩნდებოდა, სიმღერით ჯანაია მსმენელს მასტერი ართობდა. დათოსთან მეგობრობ, დიდი ხანი არ არის, მაგრამ მეგობრობთ და დათომ შემომთავაზა, რომ მემღერა მის საღამოზე სანამ თვითონ დაიწყებდა, მე warm-up-ი გამეკეთებინა, გამეხურებინა ხალხი და ძალიან დიდი მადლობა დათოს, მისი სიმღერების ბავშვობიდან დიდი ფანი ვარ, იმიტომ რომ სახეზე გავიზარდე. მასტერმა თითქმის ყველა თავისი პოპულარული სიმღერა შეასრულა. რაც შეეხება დათოს, ყველაზე მეტი სტუმარი მაინც მის ჰიტზე აცეკვდა. გასაკვირი არცაა მეგობრებთან სიმღერაზე დაცეკვაზე ვინ იტყვის უარს. დაპატეჟებული ჩვენი ვარსკვლავები ყველანი აქ არიან, როგორც დაგპირდნენ, ყველა ტელევიზია რეზონანსი უზარმაზარია, მაგრამ ძალიან ცოტა დრო გქონდა პრომოუშენისთვის, ნამდვილად როგორც ხედავთ, მეც გამოვიცვალე, მიუხედავად ჩემი უკანასკნელი დროის სერიოზული იმიჯისა, მე ძალიან მიყვარს ის პატივსცემდა. Night of-ისი ხომ საკონცერტო დარბაზი არაა, ასე რომ რამოდენიმე გამონაკლისის გარდა ძირითადად კლუბური სიმღერები მოვისმინეთ. კონცერტის ბოლოს კი ვისაც ძველ დროში გადავარდნა ცოტა ზედმეტი მოუვიდა, ცეკვა სცენაზე განაგრძო. მაყოფილი ვარ პრინციპში, ხალხს სიმღერები ახსოვ. კლუბში მაინც ახლა ასაკიანები არ დადიან ნაკლებად, მაგრამ ეს ის თაობა იყო, ვინც აი იმ დროს რო უსმენდა, აი ის თაობა იყო და პრინციპში ყველა სიმღერაზე პისაღებდნენ და მღეროდნენ. ეს იყო მთავარი რო ახსოვ. ხალხით თუ ხალხის გარეშე საღამა მაინც სასიამოვნო გამოდგა. ნოსტალგია ხომ ყოველთვის თავის აშვება და მით უმეტეს პატარა, თავის დროზე ოჯახად შეკრული ქართული შოუ-ბიზნესის შემთხვევაში.